საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 6,6%-ით გაიზარდა, იანვარ-აგვისტოში კი ზრდამ თითქმის 8%-ს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ICT სექტორმა, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებმა, ასევე პროფესიულმა სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორმა. კლების ტენდენციაა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდა. საფინანსო ინსტიტუტების მოლოდინით წელს ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში 7%-ით გაიზრდება, რაც აპრილში ნავარაუდევ მაჩვენებელს 1%-ული პუნქტით აღემატება. ADB-ის ყოველწლიურ ეკონომიკურ პუბლიკაციაში წერია, რომ ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, ასევე მნიშვნელოვანია კერძო მომხმარებლის მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება. სუპერმარკეტების ქსელმა ნიკორამ 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთად 3 თვიან ტიპს პლუს 3.5% ავადად 5 წელი განისაზღვრა. კომპანიის ცნობით ობლიგაციების ინვესტორთა წრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოზიდულს ახსრებს კომპანია კაპიტალური დანახარჯებისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს. კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, ბოლო მონაცემებით მოსავლის დაბინავება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და უკვე 163,000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ღვინის საწარმოებს ყურძენი 13,000-მდე მევენახემ ჩააბარა. რთველის საკოორდინაციო შტაბში 550-მდე ღვინის კომპანია და მარანია დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან. წელს კახეთის რეგიონში 250,000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ქართული ღვინო ბრიტანეთის თიხის ჭურჭელში დაყენებული ღვინის კონკურსზე Clay Wine კონტესტის მიზანია პროფესიონალებსა და ფართო საზოგადოებას ტრადიციული, მაგრამ მზარდი სეგმენტის ღვინო გააცნოს. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა მწარმოებლებმა, რა პერსპექტივა აქვს ქვევრში დაყენებულ ქართულ ღვინოებს და რა შესაძლებლობა აქვთ ქართველ მეღვინეებს ბრიტანეთის ბაზარზე, სტუმართან Aramex Georgias გენერალურ დირექტორთან ლიკა უსეინაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ლიკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ქვეყნის და რომ პირველ რიგში რომ გაგვაცნოთ თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის კონკურსია, როგორც ვიცი, ეს არის ერთადერთი მთელ მსოფლიოში ანალოგი არ ყავს ამ კონკურსს და ქართულ მეღვინეებს აქვთ შანსი, რომ სწორედ ამ კონკურსზე წარმოაჩინონ საკუთარი ღვინო. მით უმეტეს ბრიტანეთში, ბრიტანულ ბაზარზე, რაც არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი. რას გვაძლევს და რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ჩვენი ქვეყნის ღვინის ინდუსტრიისთვის? მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის. ეს გახლავთ თიხაში ფერმენტირებული ღვინის კონკურსი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. წელს არის მეორე წელი. პირველ წელს 80-ზე მეტი სახეობის ღვინო მიიღო ამ კონკურსმა მთელი მსოფლიოდან და როგორც მოგეხსენებათ, არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა საქართველოში გვაქვს ანალოგი, ეს არის ქვევრი, არამედ მთელ მსოფლიოში ხდება თიხაში ღვინის ფერმენტაცია. კი ბატონო, თქვენ ეხმარებით მწარმოებლებს რეგისტრაციაში. მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვიყევით, რა გზა უნდა გაიარონ დაინტერესებულმა მწარმოებლებმა იმისათვის, რომ მოხვდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ კონკურსს. ჩვენ წარმოვადგენთ უმსხვილეს ლოჯისტიკურ სატრანსპორტო კომპანიას და ჩვენი როლი არის უმთავრესად ღვინის უსაფრთხო და შესაბამისი პირობების დაცვით ტრანსპორტირება. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი და გავხდით ამ კონკურსის ექსკლუზიური ლოჯისტიკური პარტნიორები. რაც მხოლოდ ტრანსპორტირებას არ გულისხმობს ასევე სხვადასხვა კონსულტაციებს და დახმარებას ქართველი მეღვინეებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რეგისტრაცია, ასევე ღვინის შერჩევა, ვატარებთ სხვადასხვა
სამუშაო შეხვედრებს, სადაც ვაცნობთ ამ მნიშვნელოვან დეტალებს. ბატონო, კონკურსი რა ტიპის ღონისძიებებისგან შედგება, რომ მოგვიყვეთ, საინტერესოა, ალბათ დაინტერესებული მწარმოებლებისთვის ეს დეტალი და ასევე ახსენეთ, რომ მეორე წელი არა სტარტდება ეს კონკურსი, შარშან თუ იყო ქართული ღვინო წარმოდგენილი. შარშან იყო ქართული ღვინო წარმოდგენილი, ასევე იყო წარმოდგენილი იტალია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იყო ძალიან წარმატებული და შემდეგ უკვე დაიწყეს ამ კონკურსის პოპულარიზაცია. კი ბატონო, ქართული ღვინო რამდენად წარმატებული იყო, ანუ მწარმოებლებმა რამდენად დაამყარეს კონტაქტები? 5 უმაღლესი ჯილდო არსებობს და უმეტესობა, რა თქმა უნდა, ქართულმა ღვინომაც მიიღო. რაც შეეხება ღონისძიებებს, რომელიც თქვენ ბრძანეთ, როგორც ორგანიზატორები გვაცნობენ, ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგ უკვე ამ ღვინოების პოპულარიზაციისთვის. ეს იქნება დეგუსტაციები პროფესიონალებისთვის, ღვინის დისტრიბუტორებისთვის, სომელიებისთვის, ასევე ღვინის მოყვარულებისთვის. რამდენიმე, ასე ვთქვათ, ღონისძიება აქვს დაგეგმილი. კი ბატონო, დაინტერესება რამდენად დიდია უკვე ამ ეტაპზე გამოხატული ქართველი მეღვინეების, ღვინის მწარმოებლების მხრიდან, რომ გვითხრათ და ასევე შემდეგ უკვე გაგვიზიარეთ თუ ვინ არიან ჟიურის წევრები ამ კონკურსის და მოლოდინი როგორია წელს. აგვისტოში ჩატარდა საქართველოში პრეზენტაცია ამ კონკურსის, ჩვენ უმასპინძლეთ ამ ღონისძიებას და პირველადი შეხვედრით დაინტერესება ძალიან დიდია. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა აპლიკაცია 26 სექტემბერს და უკვე იწყება რეგისტრაცია სხვადასხვა ქართველი მეღვინეების. რაოდენობა შეზღუდულია თუ მოთხოვნაზე? რაოდენობა არ არის შეზღუდული, უბრალოდ არის სპეციფიკურად განსაზღვრული თუ რამდენი ბოთლი ღვინო უნდა იქნას ტრანსპორტირებული ერთი სახეობისთვის. 4 ბოთლის ტრანსპორტირება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. გასაგებია. კი ბატონო, ბრიტანეთის ღვინის ბაზარი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სოფლიოში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინოც უფრო მასშტაბურად და ჭარბად იყოს იქ წარმოდგენილი. ძალიან დაბალი წარმოდგენილია ქართული ღვინო ბრიტანულ ბაზარზე, მაგრამ საკმაოდ მცირე პროცენტული მაჩვენებლით, ალბათ დამეთანხმებით. გარკვეული მოთხოვნები აქვთ ბრიტანელებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ღვინოს, ხომ ასეა. რა მოთხოვნებზეა საუბარი და თქვენ როგორც უკვე წლები ჩახედული ამ საკითხში, იცნობთ ძალიან კარგად ქართულ ღვინოს მის ხარისხს, რამდენად აქვს პოტენციალი ამ ეტაპზე იმ ხარისხით მასიურად რაც აქვს ქართულ ღვინოს, რომ ბრიტანულ ბაზარზე დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი. ვინაიდან მე ღვინის სექტორის წარმომადგენელი არ ვარ, შეიძლება ცოტა ხმამაღალი იყოს ჩემი მხრიდან ასეთი შეფასების გაკეთება პოტენციალთან დაკავშირებით, თუმცა როგორც თქვენ ახსენებთ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, წლებია ვახდენთ ქართული ღვინის ტრანსპორტირებას როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისთვის. პოტენციალი ვფიქრობ, ნამდვილად დიდი აქვს ქართულ ღვინოს და სხვადასხვა ღონისძიებები, აქტივობები თუ კონკურსები ამის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. ჩვენ ვართ სხვადასხვა კონკურსების ოფიციალური ლოჯისტიკური პარტნიორები და ასევე საერთაშორისო გამოფენების. დიახ, ცნობადობის ამაღლება, მარკეტინგული, სწორი მარკეტინგული კამპანიები და პოპულარიზაცია არის ალბათ პოპულარიზაცია და შემდეგ კონტაქტები და ამ კონტაქტების განვითარება, რა თქმა უნდა, უმთავრესია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მთავარი სირთულეები და გამოწვევები, რაც ამ პროცესში თქვენ წინ გეღობებათ, ასე ვთქვათ, რას გამოყოფდით? ძირითადად ალბათ კომუნიკაცია ამ კონკურსებთან, იმიტომ რომ მათ აქვთ სპეციალური მოთხოვნები ღვინის შეფუთვა მარკირებასთან დაკავშირებით, ასევე იმ პირობების დაცვა მნიშვნელოვანია, როცა ხდება ღვინის ტრანსპორტირება, რადგან უსაფრთხოდ და ასე ვთქვათ პირვანდელი სახით მოხდეს მიტანა მათ საწყისში. ტემპერატურული კონტროლის ასე ვთქვათ ფაქტორიც გასათვალისწინებელია. რაც შეეხება
საერთაშორისო გამოფენებს, აქ კიდევ უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ კიდევ უფრო რთული პროცესის გავლა გვიწევს და ჩვენი როლი არის საწყობიდან მათ სტენდამდე ღვინის მიტანა და ეს ყველა ციკლი რაც არის ჩაშლილი გასავლელია დასალაგებელია და პროგრესზე წლიდან წლამდე ქართველი მეწარმეები, ქართველი მეღვინეები რამდენად არიან ერთის მხრივ მზად იმისთვის რომ საკუთარი ინვესტიცია გასცენ იმისათვის რომ საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქცია წარმოაჩინონ, უარი თქვან ტრადიციულ ბაზრებზე და ვთქვათ იფიქრონ უფრო მაღალ საფოსო სეგმენტში მოხვედრაზე და მეორეს მხრივ ასევე ხარისხობრივ ნაწილში ასევე შეფუთვა ახსენეთ თქვენ და იმ სტანდარტების დაცვა რაც არის დასავლეთში განსაკუთრებით მოთხოვნადი, რამდენად არიან ისინი მოწყვლადები ამის მიმართ? წლების განმავლობაში ინტერესთან ერთად ქმედებაც შეინიშნება, რაც შეიძლება ჩვენი დაკვირვებით აღვნიშნოთ. ჩვენ ახლა ძირითადად საუბრობთ არაკომერციულ ექსპორტზე, რასაც ეხება პოპულარიზაციას. არაკომერციული ექსპორტის მიმართ მზაობა ნამდვილად გაზრდილია, იმიტომ რომ დღითიდღე იმატებს ქართული ღვინის ტრანსპორტირება კონკურსებსა თუ გამოფენებში. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ინტერესი იმისთვის, რომ მოხდეს კომერციული ექსპორტი. შემდეგ უკვე ამ მიმართულებით ჩვენ კომუნიკაციაში არ ვერევით, შემდეგ უკვე ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ხოლმე, რომ ერთი რომ ჯილდოს მიიღებს ქართული კომპანია, შემდეგ იგივე კომპანია უკვე კომერციულ ექსპორტს გვიკეთავს და დიდი რაოდენობით ხდება ქართული ღვინის ტრანსპორტირება სხვადასხვა ქვეყნებში. ქართული ღვინის ტრანსპორტირებას ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში ახორციელებთ? ყველაზე დიდი რაოდენობით? სტატისტიკურად როგორც არის ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები, ინგლისი, გერმანია, პოლონეთი კომერციულ ექსპორტს გულისხმობ. კი ბატონო. თუმცა საერთაშორისო კონკურსები მთელ მსოფლიოში, აქაც ევროპა და ამერიკა და აზიის ქვეყნები არის მოწინავე. და კიდევ ერთ საერთაშორისო კონკურს დეკანტერს შევეხოთ, რომლის ოფიციალური ექსკლუზიური თანამშრომლობა გაკავშირებთ რომელთანაც. მოდით ცოტა უფრო მეტი მოგვიყევით ამ კონკურსზე, თუ რას მოიცავს თქვენი თანამშრომლობა და ეს რას აძლევს ადგილობრივად ქართულ ღვინოს? დეკანტერს ღვინის ოსკარსაც უწოდებენ. ნამდვილად ჩვენ ვართ ერთადერთი ავტორიზებული სატრანსპორტო კომპანია დეკანტერის და ბატონო ინგლისში ტარდება, ესეც ლონდონში ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ძირითადად 1975 წელს ერთ-ერთი უძველესი კონკურსია და დაარსდა ინგლისში და ჩვენი როლი აქაც არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება. გარდა მაგისა, სამუშაო შეხვედრებს ვატარებთ მეღვინეებთან, რომელსაც ერთგვარი ინსტრუქტაჟს ვუტარებთ, როგორ უნდა მომზადდეს ღვინო ექსპორტისთვის. არა მარტო დეკანტერისთვის, არამედ სხვადასხვა კონკურსების და გამოფენისთვის. ასევე აპლიკაციის შევსებაშიც კი უწევთ დახმარებას, იმიტომ რომ ინგლისურ ენაზე არის და ქართველი მეღვინეების ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ენაზე ინფორმაცია. გასაგებია, ტექნიკური ნაწილსაც თქვენ უზრუნველყოფთ. ფაქტიურად გამოვიდა შევითავსეთ, იმიტომ რომ მე 10 წელია კომპანიაში ვარ, კომერციული მიმართულებით, კლიენტების ურთიერთობის დეპარტამენტში და რა თქმა უნდა მიგვაჩნია, როცა პროდუქტს იცნობ კარგად, შემდეგ უფრო უკეთესად ეხმარები სამიზნე აუდიტორიას და გამოვიდა ისე, რომ ძალიან ბევრი ვისწავლეთ ღვინის შესახებ. და მიმართულებით სიამოვნებით ვარ ჩართული. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეღვინეებისთვის და მწარმოებლებისთვის და რომ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ სასაუბრო თემას ვაინის კონკურსს, როდის ჩატარდება, რომ გითხრათ ეს და რა დრო აქვთ დაინტერესებულ პირებს რომ დარეგისტრირდნენ და სად უნდა მოიძიონ ეს სააპლიკაციო ფორმა? 26 სექტემბრიდან ხდება უკვე აპლიკაციების მიღება გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე და ტრანსპორტირების დედლაინი იქნება დაახლოებით მარტის შუა რიცხვები. რაც შეეხება შემდეგ გამარჯვებულების გამოვლენას, ეს უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის და იმ საქმისთვის, რასაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აკეთებთ. მაყურებელს შევახსენოთ, ჩვენი სტუმარი იყო არამექს ჯორჯიას გენერალური დირექტორი ლიკა უსეინაშვილი.